გურიის რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა დამტკიცდა. გეგმა გრძელვადიანია და 8 წელზეა გათვლილი. რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე გურიაში სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორმა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს. სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილმა განვითარების საბჭომ, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და NGO-ების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, იმ სტრატეგიულ მიმართულებებზე გააკეთეს აქცენტი, რომელიც გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. გურიაში შეიძლება ძირითად მიმართულებებში არ იყოს ძალიან განსხვავებული მდგომარეობა დანარჩენი რეგიონებისაგან. იმიტომ რომ როგორც სხვაგან, აქაც არის, რა თქმა უნდა, უმუშევრობის პრობლემები, არის ინფრასტრუქტურული პრობლემები, სოციალური თემები ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სწორედ მათზე კეთდება აქცენტი. განსაკუთრებული აქცენტი და ხაზგასმა კეთდება ბიზნესის განვითარებაზე. შესაბამისად ბიზნესის განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც ასევე მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებასთან არის დაკავშირებული. ძირითადად აი ამ საკითხებზე არის ხაზი გასმული. საკმაოდ საინტერესო სამუშაო ჯგუფი იყო, რომელმაც იმუშავა ამ სტრატეგიის საბოლოო ჩამოყალიბებაზე. დღეს კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ, რათა საბოლოოდ დავამტკიცოთ ეს პროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში გათვლილი არის რამდენიმე წელზე. ეს საშუალებას მოგცემს, რომ აი სტრატეგიის მიხედვით მოხდეს სხვადასხვა პროექტების მომზადება, რომელიც უფრო ეფექტური იქნება რეგიონისათვის. გურიის სტრატეგიული გეგმა, რომელიც სულ რამდენიმე დღეა დამტკიცდა, გრძელვადიანია და 8 წელზეა გათვლილი. მასში კორექტირებისა და შენიშვნების შეტანა კი მუდმივად შეიძლება.